არჩევნების მეორე ტურზე რამდენიმე ინციდენტი მოხდა ახალქალაქში ერთ-ერთი უბნიდან საუბნო კომისიის თავმჯდომარემ არასამთავრობო ორგანიზაციის დამკვირვებელი გააძევა. ბოლო მონაცემებით საალკო კომისიაში სულ 4 საჩივარი გაიგზავნა. მარიამ ბერძენიშვილი მუშაობდა მთელი დღის განმავლობაში ახალქალაქში. მარიამ, რა ხდებოდა ახალქალაქში, როგორ ჩაიარა ხმის მიცემის პროცესმა? Თამთა თავდაპირველად გეტყვი რომ ახალქალაქის 70-ვე უბანი თავის დროზე ზუსტად 8 საათზე დაიხურა, გაიმართა შესაბამისი პროცედურები, წილისყრა, კენჭისყრა, ახლა მიმდინარეობს ხმის დათვლის პროცესი. შენ როგორც შენახსენე, მართალია გარკვეულ უბნებზე ქონდა მცირე დაპირისპირებაც ადგილი, თუმცა ამ დაპირისპირებებს და შეხლა-შემოხლას შეიძლება ითქვას რომ არჩევნების მიმდინარეობაზე რაიმე სერიოზული გავლენა არ მოუხდენია და საბოლოო ჯამში შეიძლება ითქვას რომ საარჩევნო პროცესმა ახალქალაქის ნომერ მე-40 ოლქში საკმაოდ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, რაც შეეხება შედეგებს. როგორც უკვე გითხარით, ამ წუთებში მიმდინარეობს ხმის დათვლის პროცესი, თუმცა თუ კი გავითვალისწინებთ პირველი ტურის შედეგებს, სადაც სალომე ზურაბიშვილმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში საკმაოდ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. მან ამომრჩევლის 60% მიიღო, შეიძლება ითქვას, რომ ეს შედეგი არ შეიცვლება და დაახლოებით ანალოგიური შედეგი დადგება, თუმცა ოპოზიცია კვლავ აპროტესტებს შედეგებს და ამბობს, რომ ტოტალურ გაყალბებას ჰქონდა ადგილი, რასაც მართულ გუნდში გამორიცხავენ. ტოტალური გაყალბების პირობებში ახლა არავინ არ აპირებს რომ პირში წყალი ჩაიგუბოს, არც რევოლუციას არავინ არ აპირებს და არც ძალადობას არავინ არ აპირებს, რასაც ამდენი ხანია აანონსებს ქართული ოცნება და აშინებს ქართულ ხალხს რაღაცა ძალადობისკენ თვითონვე ასე თქვა ძაბავს სიტუაციას, მაგრამ მშვიდობიანი კონსტიტუციით განსაზღვრული პროტესტის ფორმები არავის არ აუგზალია და ბუნებრივია საზოგადოება თვითონ გადაწყვეტს რა გზები აერჩიოს. ამისათვის თუ ეს გზა აერჩია საზოგადოება მშვიდობიანი პროტესტის, ბუნებრივია პოლიტიკური პარტიები იმისთვის არის რომ გამოხატონ საზოგადოების აზრი. Ფიქრობ რომ ჩვენ ნინოწმინდა ახალქალაქში ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელი გვექნება. აქტივობა გაცილებით მაღალია ვიდრე ერთი თვის წინ იყო. მე დარწმუნებული ვარ რომ შედეგებიც იქნება გაცილებით უკეთესი. პირველ ტურთან შედარებით მინიმუმ 10-15%-ით მაღალი იქნება შედეგი. ერთი თვის წინაც ნინოწმინდა ახალქალაქში 60% მიიღო ჩვენმა მხარდაჭერილმა კანდიდატმა. ახლა ალბათ მივიღებთ 70-75%-ს. რაც შეეხება საჩივრებს, მე გეტყვით, რომ ახალქალაქის ნომერ მე-40 საოლქო საარჩევნო კომისიაში ამ დროისთვის 6 საჩივარი და 1 განცხადება არის შესული, რომელზეც კომისია იმსჯელებს და შესაბამის დასკვნას გამოიტანს ამის შესახებ. რაც შეეხება უკვე აქტივობას, ბოლო მონაცემებით ამომრჩევლის 52%-ზე მეტმა მიიღო საარჩევნო პროცესებში მონაწილეობა. მადლობა მარიამ ბერძენიშვილმა მოგვაწოდა ბოლო მონაცემები ახალქალაქიდან.